ორი დღის წინ, როდესაც ებრაელები მთელ მსოფლიოში აღნიშნავდნენ 6 მილიონი ადამიანის მკვლელობას, ერთმა მნიშვნელოვანმა ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ 2020 ამიტომ დღეს მინდა დაგისვათ ერთი მარტივი, მაგრამ სერიოზული კითხვა. რა გვიცავს სინამდვილეში? და ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რა არ გვიცავს. მე ვარ ილან ზელდიამანტი და ეს არის ძირითადი კანონი. ეხლა სანამ დავიწყებთ, როცა ამას ვიწერთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურიდიული, პოლიტიკური და სასამართლო ამბავი ისრაელის ისტორიის ფარგლებში ამჟამად ხდება უზენაეს სასამართლოში. საქმე ეხება იმას, შეუძლია თუ არა, ან უნდა აიძულოს სასამართლომ მინისტრ ბენ-გვირის გადაყენება, როცა ამისთვის არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საფუძველი. და ეს საქმე მმართველობის არსს ეხება და შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაპირისპირება კოალიციასა და სასამართლოს შორის. მაგრამ რადგან ეს ეხლა ხდება, როცა ამას ვიწერთ, ამაზე ვისაუბრებ ჩვენს შემდეგ ეპიზოდში და დღეს ყურადღებას გავამახვილებ არა ისრაელის ქაოსზე, არამედ იმაზე, რასაც ჩემი აზრით ისრაელი სთავაზობს ებრაელებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ მოდით დაუბრუნდეთ ანტისემიტიზმის მდგომარეობას, სტატისტიკას. თელ-ავივის უნივერსიტეტმა ამ კვირაში გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანტისემიტიზმის ანგარიში. 20 ებრაელი მოკლეს ანტისემიტურ თავდასხმებში გასულ წელს. 15 ჰანუქას დღესასწაულზე ბონდი ბიჩზე, სიდნეიში. 2 მანჩესტერის სინაგოგაში იომ-კიპურის დღეს. საერთო ჯამში ინციდენტების რაოდენობა მაღალი დარჩა ღაზას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რასაც მკვლევარები ნორმალიზებულ რეალობად აღწერენ. იგივე ანგარიში აღინიშნა, რომ ფიზიკური თავდასხმები გაიზარდა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც საერთო ინციდენტების რაოდენობა შემცირდა და რომ მთელ მსოფლიოში ანტისემიტური ინციდენტები ომის წინა პერიოდთან შედარებით ათეულობით პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია. და როგორც აქ ხშირად აღვნიშნეთ, შეერთებულ შტატებში FBI-ის 2024 წლის მონაცემებით ანტიებრაული სიძულვილის დანაშაულების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც სააგენტომ 1991 წელს მონაცემების შეგროვება დაიწყო. ებრაელები ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 2% შეადგენენ, თუმცა ისინი ყველა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის 70%-ის მსხვერპლნი გახდნენ. ეხლა, არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრად მეტი ებრაელი ბევრად მეტ ადგილას თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. AJC-ის 2025 წლის გამოკითხვის მამოკითხვის მიხედვით, ახლა ამერიკელი ებრაელების 10-დან 9-ზე მეტი თავს ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობს აშშ-ში, როგორც ებრაელი. და ეს მაჩვენებელი წინა წლის 77%-თან შედარებით გაიზარდა. 55%-მა განაცხადა, რომ ანტისემიტიზმის შიშის გამო მათ თავიანთი ქცევა შეცვალეს გასულ წელს. 41%-მა შეწყვიტა საჯაროდ ებრაული იდენტობის ნიშნების ღიად გამოხატვა, ხოლო 30% ახლა მთლიანად თავს არიდებს გარკვეულ ადგილებს ან ღონისძიებებს. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში დრამატული ცვლილებები მოხდა. და ახლა ისეთ წარმოუდგენელ წერტილამდე მივედით, რომ თქვენგან ბევრს ალბათ შეგიძლიათ გაიხსენოთ. სულ მცირე ერთი საშინელი ანტიებრაული ძალადობის შემთხვევა, რომელმაც საერთაშორისო მედიის ყურადღება მეება მიიპყრო. შესაძლოა ეს იყო 2025 წლის მაისში, ორი ახალგაზრდა ისრაელის საელჩოს თანამშრომლის იარონ ლეშინსკისა და სარა მილგრიმის მკვლელობა, რომლებიც რამდენიმე დღეში დანიშვნას აპირებდნენ. ან იყო გასული თვის ჰეზბოლას შთაგონებული თავდასხმა, როდესაც მამაკაცმა ბენზინითა და ფოიერვერკებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიჩიგანში მდებარე სინაგოგა Temple ისრაელში შეიყვანა. სხვა ბოლო თავდასხმებს შორის 3 კანადური სინაგოგის დაცხილვა, ბელგიის ლიეჟში სინაგოგის აფეთქება და როტერდამში სინაგოგის დაცვogis დაწვა. 2026 წლის იანვარში მისისიპის ჯექსონში სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს და თორას გრაგნილები გაანადგურეს. ამასობაში ჰოლოკოსტის უარყოფა სწრაფად ვრცელდება სოციალურ მედიაში, ხოლო იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზეა აშენებული, განიხილავს გენოციდის საქმეს ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ აფრიკამ წამოიწყო და რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. და ასე გრძელდება მაგალითები უსასრულოდ. ანტისემიტიზმის მკვეთრი ზრდა სინამდვილეში ანტისემიტიზმის რამდენიმე განსხვავებულ ფორმაში ერთდროულად და სხვადასხვა მიმართულებიდან უამრავ მიზეზს აქვს. და არც ერთი მიზეზი არ უნდა ამცირებდეს იმ ადამიანების მორალურ პასუხისმგებლობას, ვინც ანტისემიტურ შეხედულებებსა და ქმედებებს აღვევს. მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა, რა დონეზე შეუძლიათ დაზარალებულებს რაიმე გააკეთონ ამასთან დაკავშირებით, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. და აქ ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, სწორად ვაფასებთ თუ არა ჩვენს წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს. და არის თუ არა ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც ანტისემიტიზმთან ბრძოლაში ვდებთ. უკვე დღეს ძირითადად ჰოლოკოსტის განათლებაზე გავამახვილებ ყურადღებას. იძლევა თუ არა, ან საერთოდ შეუძლია თუ არა იმ შედეგების მოტანა, რაც ჩვენ გვინდა. დღეს ამერიკის 29 შტატში ჰოლოკოსტის სწავლება სავალდებულოა სკოლებში.
ქვეყნები ავსტრიიდან ავსტრალიამდე იღებენ კანონებს, რომლებიც ჰოლოკოსტის სწავლების სავალდებულოდ გახდას ითვალისწინებს. ხო, ზოგიერთ ქვეყანაში ჰოლოკოსტის უარყოფა პირდაპირ იკრძალება. აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი ყოველწლიურად $150 მილიონ-ზე მეტით ფინანსდება საჯარო და კერძო წყაროებიდან. მთლიანობაში ჩვენ ვსაუბრობთ $100 მილიონ-ზე. ეროვნული, სახელმწიფო და ადგილობრივი ძალისხმევა მთელ მსოფლიოში ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. წმენით, რომ ესეთი განათლება ზრდის ტოლერანტობას და იძლევა ინსტრუმენტებს საზოგადოებრივი სიძულვილისა და სახელმწიფო ფაშიზმის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ როგორია რეალური მდგომარეობა? ყოველწლიურად Claims Conference ატარებს გამოკითხვებს ებრაული ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. და თითქმის ყველა მაჩვენებელზე, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ, ჰოლოკოსტის ძირითადი ცოდნა, ანტისემიტური სტერეოტიპების ამოცნობა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულობა. ციფრები არასწორი მიმართულებით მიდის. ამერიკელების თითქმის ნახევარს არც ერთი ნაცისტური ბანაკი ან გეტო არ შეუძლია დაასახელოს. თითოეული 10-დან 1 ახალგაზრდა ამერიკელი ფიქრობს, რომ ებრაებმა გამოიწვიეს ჰოლოკოსტი. ამასობაში სიძულვილის დანაშაულები რეკორდულ მაჩვენებლებზეა. ასე რომ ვფიქრობ, ნამდვილად უნდა დავსვათ კითხვა. სწორად განსაზღვრეს თუ არა ჰოლოკოსტის განათლების ამჟამინდელი მეთოდების მხარდამჭერებმა საფრთხე და მასზე პასუხები. არსებობს სერიოზული მოსაზრება, რომელიც ჩვენი რეაგირების არასაკმარისობის ნაწილობრივ მიზეზად თანამედროვე ანტისემიტიზმზე ჰოლოკოსტის განათლების აგების გზას მიიჩნევს. ამ მოსაზრების ნაწილები ჩემთვის დამაჯერებელია და მინდა გაგიზიაროთ, მაგრამ ამას ვაკეთებ სრული პატივისცემით იმ ადამიანებისასა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ამ საქებარი მისიის შესრულებას, მივას მიუხედავად ყველაფრისა. დასავლეთში ჰოლოკოსტის განათლება ძირითადად ისე იყო შექმნილი, რომ ყველასთვის უნივერსალური გაკვეთილი ესწავლებინა ტოლერანტობისა და წინასწარ განწყობის შესახებ. ვარაუდობდნენ, რომ ებრაელების მიმართ სიძულვილის პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იყო. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ პარადიგმაში სამი რამ არასწორად წავიდა. პირველი ისა, რომ ეს მიდგომა შექმნილი იყო იმ სამყაროსთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვდა მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი. 2025 წლის რენდის კვლევა მაჩვენა, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებული სასწავლო მასალები თითქმის მთლიანად კონცენტრირებულია საშინელებებზე და თითქმის არაფერს ამბობს იმ ანტისემიტიზმზე, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. ისტორიკოსი დანიელ გრინი ამბობს, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამების საფუძველი უბრალოდ, ციტატა, ვერ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მეორეც, ცდილობები, რომ ჰოლოკოსტი უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გაეხადათ მისი ისტორიის უნივერსალიზაციით, როგორც შეუწყნარებლობისა და პოლიტიკური არეულობის მაგალითი, შლის იმას, რაც ანტისემიტიზმს უნიკალურს ხდის, რადგან ეს უბრალოდ ზოგადი სიძულვილი არ არის. მას აქვს კონკრეტული ლოგიკა. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიცია, რომ ებრაელები საზოგადოების უბედურების ფარული წყაროა. Dara Horney თავის წიგნში People Love Dead Jews და 2023 წლის ატლანტიკის ესეში ხომ არ აუარესებს ჰოლოკოსტის განათლება ანტისემიტიზმს, ამას პირდაპირ ამბობს. საბაზისო ვარაუდი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე არსებობს, არის ის, რომ ჰოლოკოსტის შესოსტის შესახებ სწავლა ადამიანებს ანტისემიტიზმისგან იცავს. მაგრამ, როგორც ის ამბობს, ასე არ არის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მკვდარი ებრაელების სიმბოლოებად გამოყენება აუცილებლად არ ეხმარება ცოცხალ ებრაელებს. და მესამე, ზოგი ამბობს, რომ ებრაელების სიძულვილის ძველ მუტაციებზე კონცენტრირებით ახალი მუტაციებისთვის მომზადებლები დავრჩით. მეცნიერი ნაია ლეხტი ნაშრომში Scaffolding Anti-Zionism: The Hate We Missed აჩვენებს, როგორ მუტირებს ანტისემიტიზმი ერთი ვარიანტიდან მეორეში. ანტიიუდაიზმი, რასობრივი ანტისემიტიზმი და ახლა ანტისიონიზმი. რაც ამაში გამორჩეულია ისაა, რომ ანტისიონიზმი ახალი არ ყოფილა. ის ებრაული არსებობის ნაწილი გახდა სახელმწიფოს დაარსების შემდეგ. გაეროს რეზოლუცია, რომელიც სიონიზმს, რასიზმს უთანაბრებდა და 1975 წლიდან 1991 წლამდე მოქმედებდა, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. და მაინც ებრაული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მკაფიო განსხვავება გაევლო ანტისიონიზმსა და ანტისემიტიზმს შორის, რაც სულ მცირე დღეს სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებელია. ამ პროცესის პარალელურად, როცა ნაცისტური სიმბოლიკა საზოგადოებაში ტოქსიკური გახდა, კიდევ რაღაც მოხდა. აკადემიურ წრეებში გენოციდის, დამთრგუნველისა და მსხვერპლის, დამნაშავისა და უდანაშაულოს ენა ებრაული შინაარსის გარეშე დარჩა. ის უნივერსალიზებული გახდა და შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ შემოტრიალდა. მარლენ გალნერი სწორედ ამას ასახავს გერმანიაში, ქვეყანაში, რომელმაც ჰოლოკოსტის განსაკუთრებული მემორიალური კულტურა შექმნა. დიდი სერიოზულობით გლოვობდა დაღუპულ ებრაელებს და შემდეგ იგივე ლექსიკით ცოცხალი ებრაული სახელმწიფოს დაგმობა დაიწყო. ბერლინის ჰოლოკოსტის მემორიალიდან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის საქმემდე გზა მართლაც ასეთი მოკლეა.
როგორი იქნებოდა განსხვავებული მიდგომა? მაქვს ორი ძალიან არასრული აზრი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს აზრებსაც. ვინც ამ გადაცემას ადევნებს თვალს, აგაუკვირდება, რომ ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი გასაღები ისაა, რომ ჩვენ ებრაელებმა შევცვალოთ ის გზა, როგორ ვიგებთ და ვასწავლით ამ ისტორიას ჩვენს საზოგადოებებში. Pew Research-ის მიხედვით, ჰოლოკოსტის გახსენება ამერიკელი ებრაელებისთვის ებრაული იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია. 66% ამას აუცილებლად მიიჩნევს. უფრო მეტად ვიდრე რელიგიურ პრაქტიკას, უფრო მეტად ვიდრე ეთიკური ცხოვრების წესს, უფრო მეტად ვიდრე ისრაელზე ზრუნვას. ბრიტანელი ებრაელებიც იგივეს გრძნობენ. ჰოლოკოსტი არის ყველაზე ძლიერი საერთო გამოცდილება, რომელიც გლობალურად გვაკავშირებს ერთმანეთს. დიასპორის დიდ ნაწილში ეს იდენტიფიკაცია პრაქტიკაში სისასტიკეზე, დამნაშავეებზე და მკვლელობის მექანიზმზე ორიენტაციას ნიშნავს. რაც გაცილებით ნაკლებად არის ყურადღების ცენტრში, არის ის ცივილიზაცია, რომელიც განადგურდა. სიცოცხლით სავსე ცხოვრება, ოჯახური ურთიერთობები, სწავლულობა, იუმორი. შედეგად დღეს ბევრი ებრაელი უფრო მეც იცნობს ნაცისტებზე, ვიდრე იდიშურ თეატრსა და პოეზიაზე და უფრო მეც იცის აუშვიცზე, ვიდრე საკუთარი დიდი ბებია-ბაბუების სამყაროზე. ეს ნიშნავს, რომ ის, რაც დიასპორის ებრაულ ცხოვრებას აერთიანებს, უფრო კატასტროფით განისაზღვრება, ვიდრე სიამაღით. ამიტომ ვიტყოდი, რომ დროა გავაფართოვოთ ჩვენი ხედვა, როგორც იმ ფართო და ტრაგიკულ ისტორიაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით განვიცადეთ. მაგრამ ასევე იმ პიროვნებებსა და ისტორიებზე, რომლებიც აჩვენებენ ჩვენს განსაკუთრებულ გადარჩენას, ჩვენს შემოქმედებითობასა და ჩვენს ჯიუტობას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჰოლოკოსტის დაწყებამდე ევროპაში 9 მილიონ ნახევარი ებრაელი ცხოვრობდა. ეს იყო ცივილიზაცია მეცნიერთა და პოეტების, მუსიკოსების, გვეჯჩერების, იდიშური თეატრებისა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცხოვრების. მხოლოდ იმის სწავლება, რაც მათ გაუკეთეს და არა იმის, თუ ვინ იყვნენ ისინი, ნიშნავს მათი მემკვიდრეობის კარიკატურად გადაქცევას და ჩვენთვის შესაძლებლობის წართმევას, რომ გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ მსოფლიოში. უფრო ღრმა და მრავალმხრივი ებრაული იდენტობა მოგცემ საშუალებას, უკეთესად გამოვავლინოთ და ვუპასუხოთ მასზე არსებულ საფრთხეებს. იქნება ეს კანონით, განათლებით თუ სხვა საშუალებებით. ეხლა ამ ყველაფრის მიღმა ჩვენი ისტორიის ცუდი თავებიდან ერთი მთავარი მესიჯი იკვეთება. ჩვენ გჭირდება არმია, რომ დაგვიცვას და სახელმწიფო, სადაც შევძლებთ აყვავებულ და ბედნიერ ცხოვრებას ავაშენოთ. ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც გჭირდება და გვაქვს უფლება ისრაელზე, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ დავაიგნორებთ. და ისრაელის მთელი არსებობა აღორძინებასა და ხსნაზეა აგებული. ისე როგორც მე ვფიქრობ, ეს ბევრ ებრაულ თემს მსოფლიოში არ გამოუცდია. ეს იმიტომ ვამბობ, რომ მე ვარ ამაყი ამერიკელი და ასეთ თემში გავიზარდე. და თვალში საცემია, რომ 2025 წლის JFN-ის გამოკითხვა მაჩვენა, რომ მხოლოდ 37% ამერიკელმა ებრაელმა თავი სიონისტად მიიჩნია. და ჩემთვის ეს იმის ნიშანია, რომ თანამედროვე ებრაული ცხოვრების გამსაზღვრელი ისტორია კოლექტიურად ჯერ კიდევ ტრაგედიაა და არა აღორძინება. მაგრამ როგორც ვთქვი, ისრაელის მთელი არსებობა საპირისპირო საფუძველზე აშენდა. ქნესეთის კანონმა, რომელმაც იად ვაშემი შექმნა, ამ დღეს დაარქვა იომ הזיכרון ლაშოვ ვეჰიგ, ჰოლოკოსტისა და გმირობის ხსოვნის დღე. არა მხოლოდ მსხვერპლები, არამედ მებრძოლებიც, ტყის პარტიზანები, ადამიანები, რომლებმაც არაფრით იბრძოლეს. და ეს იყო შეგნებული არჩევანი. ტრაგედიის მიღმა გასატანი გაკვეთილი ებრაული სიმამაცეა. და სახელმწიფო სწორედ ამ სიმამაციდან წარმოიშვა და მას ხორცს ასხამს. ყოველი ისრაელი ლიდერი, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ამ რწმენას ატარებდა. 1991 წელს მენახემ ბეგინმა უბრძანა ერაყის ოსირაკის ბირთვული რეაქტორის განადგურება. ეს გაეროს უშიშროების საბჭომ და რეიგანის ადმინისტრაციამ დაგმეს. ბეგინმა 2 დღის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ებრაელი ხალხის ისტორიაში კიდევ ერთი ჰოლოკოსტი მოხდებოდა. აღარასოდეს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს ყველა საშუალებით, რაც ჩვენს ხელთ გვაქვს. ეს განცხადება დოქტრინად იქცა, თუნდაც არასრულყოფილად განხორციელებული. და ჩვენ კვლავ ხედავთ ამას მოქმედებაში. ოპერაცია აღმავალი ლომი გასულ ივნისში, ოპერაცია ეპიკური რისხვა თებერვალში. რადგან ისრაელში ალბათ აქ უფრო მეტად ვიდრე სხვაგან, აღარასოდეს ნამდვილად ნიშნავს ამ ისრაელ ხაის. და ეს მაძლევს საშუალებას თქვა ის, რაც ნამდვილად მინდა ვთქვა ამ ქვეყნის შესახებ. როგორც ამაყი ამერიკელი და ისრაელელი, მომავალ კვირას იომ הזיכרונსა და იომ ეცმაუთს ვუყურებ ომის შესაძლო დაბრუნების ჭრილქვეშ. ვიცი, რომ დღეს დიასპორაში მცხოვრები ბევრი ებრაელისთვის ისრაელი ერთ-ერთ მიზეზად გრძნობს თავს, რის გამოც ისინი მიზანში არიან ამოღებული.
ანტისიონიზმი თანამედროვე ანტისემიტიზმის მნიშვნელოვანი ნაწილის გავრცელების მექანიზმად იქცა. მაგრამ მე მინდა საპირისპირო არგუმენტი წარმოვადგინო. თუ ოდესმე ყოფილხართ იად ვაშემში, თქვენ გაევლით კატასტროფის არქიტექტურას და როცა მეორე მხრიდან გამოდიხართ, იერუსალიმის პანორამა გეხსნებათ. დინამიკური, მაგრამ უძველესი, სავსე კამათით და სიცოცხლით. ეხლა წინ ვუყურებთ იომა ზიკარონს, რომელიც იომა ეძმაუთის წინა დღეს აღინიშნება. და კიდევ ერთხელ ჩვენ ვიხსენებთ და ვგლოვობთ ჩვენს ხვერპს, მაგრამ იმ დღეს ვასრულებთ აღორძინებისა და სუვერენიტეტის სიხარულით, აღსანიშნავი დღესასწაულით. იმის მემკვიდრეობა, რაც განადგურდა, ისევე როგორც ის, რაც გადარჩა, აქ სიცოცხლით, სიჯიუტითა და სიამაყითაა სავსე და ის ქუჩებში, უნივერსიტეტებში და შაბათის სუფრებთან ცოცხლობს, იცვლება და თავიდან იქმნება. და თუ დავფიქრდებოდი, როგორ დამეხვეცა ის კანონები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ანტისემიტიზმთან საბრძოლველად შევიმუშავეთ, ვფიქრობ, პირველ რიგში ამ პრინციპის გააზრებით დავიწყებდი. რომ უნდა ვისწავლოთ, რომ სიმამაცე, უნარი და სიამაყე არის ბოროტების და მსხვერპლობის საწინააღმდეგო ანტიდოტი. რომ უნდა მტკიცედ დავიცვათ თავი ებრაელთა სიძულვილისგან, მიუხედავად იმისა, რა მორალურ საფარველსაც ის ირჩევს, და რომ ანტისემიტიზმის მარადიულ ბუნებაში არსებობს არასასიამოვნო სიმართლე, რომელსაც უნდა შევხედოთ თვალებში. ეხლა ნიშნავს თუ არა ამ გზავნილის შინაგანად მიღება წარმატების სხვა კრიტერიუმების შექმნას, რესურსების გადანაწილებას, ან თუნდაც ჰოლოკოსტის საზღვარგარეთ აღნიშვნის გზების რეფორმირებას. ჩვენ და მასწავლებელთა და ლიდერთა ახალ თაობას გვრჩება დავალებად შევქმნათ ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობას და გაგვხატოს ნათლად ერებისთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. აღარასოდეს ეს არის ლოცვაც, ეთიკური ვალდებულებაც და მისწრაფებაც. მაგრამ სწორედ ამ ისრაელ-ჩაის დაუფარავის სიხარული და სიმამაცე აძლევს მას ძალას. ებრაელი ხალხი ცოცხალია. გნახავთ მომავალ კვირას.